თავი მიათე. ამის შემდეგ ამოირჩია უფალმა სხვა 70 და წინასწარ მიავლინა ორ-ორი ყოველ ქალაქსა და სოფელში, სადაც მისვლას აპირებდა. უთხრა მათ: სამკალი ბევრია, მუშაკი ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკლის პატრონს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში. წადით, მე გაგზავნით თქვენ როგორც კრავებს გლებს შორის. არც ქისა წაიღოთ თან, არც აბგა, არც ფეხსაცმელი, არც არავინ მოიგითხოთ გზაში. რომელ სახლშიც შეხვიდეთ, უწინეს თქვით, მშვიდობა ამ სახლს. თუ იქნება იქ მშვიდობის ძე, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა, თუ არა და თქვენვე დაგიბრუნდებათ. იმავე სახლში დაჯექით, ჭამეთ და სვით რაც მათ აქვთ, ვინაიდან მუშა ღირსია თავისი საზღაურისა. ერთი სახლიდან მეორე სახლში ნუ გადახვალთ. რომელ ქალაქშიც მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ რაც შემოგთავაზონ. განკურნეთ იქ მყოფისნეულნი და უთხარით მათ, ღვთის სასუფეველი მოგიახლოვდათ თქო. ხოლო თუ რომელიმე ქალაქში შესვლისას არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით, თქვენი ქალაქის მტვერს, რომელიც ჩვენს ფეხებს მიეკრო, ვიბერტყავთ თქვენთვის. ოღონდ ესეც იცოდეთ, რომ გიახლოვდებათ ღვთის სასუფეველი. გეუბნებით, სოდომისათვის უფრო ასატანი იქნება იმ დღეს, ვიდრე იმ ქალაქისათვის. ვაი შენ ქორაზინო და ვაი შენ ბეთსაიდა, ვინაიდან ტვიროსსა და სიდონში რომ მომხდარიყო ძალთაქმედებანი, რომელნიც თქვენთან მოხდა, ისინი დიდი ხნის წინ ძაძებსა და ნაცარში მწყდომარენი მოინანიებდნენ, მაგრამ ტვიროსისა და სიდონისათვის უფრო ასატანი იქნება სამსჯავროზე, ვიდრე თქვენთვის. შენ კი კაპერნაუმო, განაცამდე ამაღლდები, ჯოჯოხეთამდე დაეშვები. ვინც თქვენ მოგისმენთ, მეც მომისმენს. თქვენი უარმყოფელი მეც უარმყოფს. ჩემი უარმყოფელი უარყოფს ჩემს მომავლინებელს. სიხარული დაბრუნდნენ 70 და უთხრეს: უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებიან. მან კი უთხრა მათ: დავინახე სატანა ელვასავით ციდან გადმოვარნილი. აჰა, გაძლევთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დასადრგუნავად და მტრის ყოველი ძალისა. თქვენ კი არაფერი გევნებათ, მაგრამ ნუ გახარებთ, რომ სულები გემორჩილებიან, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ცაში ჩაიწერება. იმ დროს სულში გაიხარა იესუმ და თქვა: გადიდებ შენ მამაო, უფალო ცისა და ქვეყნისაო, რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ და ჩვილებს განუცხადე. ჰეი მამაო, ვინაიდან ასე იყო მოსაწონი შენს წინაშე. ყოველივე ჩემი მამის მიერ გადმომეცა, ხოლო არავინ იცის ვინ არის მამა გარდა ძისა და არავინ იცის ვინ არის ძე გარდა მამისა და იმისა, ვისაც ძემ უნდა განუცხადოს. მიუბრუნდა მოწაფეებს ცალკე და უთხრა: ნეტარია თვალები, რომელნიც ხედავენ, რასაც თქვენ ხედავთ. რადგან გეტყვით, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდა ენახა, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილა და ესმინა, რასაც თქვენ ისმენთ და ვერ მოისმინა. აჰა, ერთი რჯულისმცოდნე წამოდგა და გამოსაცდელად თქვა: რა უნდა გავაკეთო მოძღვარო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო? იესომ უთხრა მას: ჯულში როგორ წერია, შენ როგორ კითხულობ? მან უპასუხა: შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. უთხრა მას იესომ: სწორად მიპასუხე, ეგრე მოიქეცი და იცოცხლებ. მაგრამ მას თავის გამართლება უნდოდა და იესოს კითხა: ვინ არის ჩემი მოყვასი? იესომ პასუხად უთხრა: ვინმე კაცი მიდიოდა იერუსალიმიდან იერიხონს. დაეწყნენ ყაჩაღები, რომლებმაც ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს და წავიდნენ. ის კი ცოცხალმკვდარი მიატოვეს. შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩაიარა იმ გზაზე, დაინახა იგი და გვერდი აუქცია. ასევე ლევიანმა ჩაიარა იმ ადგილას, დაინახა და გვერდი აუქცია. მერე ვიღაც სამარიელმა გამოიარა, დაინახა და შეიცოდა. მივიდა მასთან, ჭრილობები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა, შესვა თავის პირუტყზე, მიიყვანა სასტუმროში და იზრუნა მასზე. მეორე დღეს ამოიღო 2 დინარი, მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: იზრუნე მასზე და თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები მოგცემო. რას ფიქრობ იმ სამიდან, რომელი უფრო იყო ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი? მან უპასუხა: რომელმაც წყალობა უყო მას. მაშინ იესომ უთხრა: წადი და შინც ასევე მოიქეცი. განაგრძეს გზა და შევიდა იგი ერთ სოფელში და ერთმა დედაკაცმა სახელად მართამ მიიღო იგი სახლში. მას ყავდა და სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით დაჯდა და ისმენდა მის სიტყვას. მართა კი ზრუნავდა გულუხვად გამასპინძლებაზე. მივიდა მასთან და უთხრა: უფალო, ნუ თუ არ გაფიქრებს, რომ ჩემ ადამ მარტოდ დამტოვა სამასპინძლოდ?
უთხარი მომეხმაროს. უფალმა ასე მიუგო პასუხად. მართა, მართა, შენ ბევრ რამეზე ზრუნავ დასწუხარ. საჭირო კი მხოლოდ ერთია. მარიამმა უკეთესი წილი ამოერჩია, რომელიც ვერ წაერთმევა მას.